მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო. გავაკეთოთ საჯარო გაშლა პირად ურთიერთობებთან დაკავშირებით. პირადი ურთიერთობები, რომლებიც ან გაჩერებული არის, ან არის არეული სიტუაცია, ან უკვე დასრულებული არის, ესე ვთქვათ. ძირითადად ეს გაშლა ეხება ყოფილ პარტნიორებს. და ვნახოთ მოკლედ აი ამ გაშლაში რა როგორ იქნება. 4 ვარიანტი გვექნება სულ. ჯერ თითო არკანს ამოვიღებ და უნდა შევარჩიოთ ერთი ვარიანტი და მე უკვე გაშლაში თან დავამატებ არკანებს. ძალიან გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი, თუ ისაც მოგწონთ ჩემი გაშლები, ასევე თუ რამე კონკრეტული კითხვები გაქვთ, იმ კითხვებზეც გავაკეთებ აუცილებლად ვიდეოს. ზოგადად ვნახოთ ანუ 4 ვარიანტიდან ურთიერთობის სიგნიფიკატორი, გვექნება ასევე კითხვა რა განწყობა აქვს ამ ეტაპზე თქვენს მიერ ჩაფიქრებულ ადამიანს, რამდენად აქვს მას დაბრუნების სურვილი, ურთიერთობას აქვს თუ არა ზოგადად განვითარების პოტენციალი და ასევე ბოლოს ამოვიღებ თქვენთვის რჩევას. აიჩიეთ 4 ვარიანტიდან ერთ-ერთი, პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე ვარიანტი და შემდგომ უკვე დავიწყოთ გაშლა, ხო? მათ ვინც შევარჩიეთ პირველი ვარიანტი, რა განწყობა აქვს ამ ეტაპზე ამ ადამიანს, ამოვიღოთ ეს, რამდენად აქვს ურთიერთობაში დაბრუნების სურვილი, განვითარების პოტენციალი ვნახოთ და რჩევა თქვენთვის. ხო, ძალიან საინტერესო არის პირველი ვარიანტი. რეალურად ანუ სიგნიფიკატორი და სიტუაციის სიგნიფიკატორი გვიჩვენებს ის, რომ ეს ურთიერთობა დასრულებული არის, შეიძლება ახალი დასრულებული გქონდეთ, შეიძლება ძალიან დიდი ხნის დასრულებული იყოს, მაგრამ გრძნობები ემოციურად, სიტუაციურად ეს ყველაფერი არის, ესე ვთქვათ, დასრულებული და თითქოს რაღაცა გადაატანილიც კი არის უკვე ეს სიტუაცია და მიდგომაც არის ისეთი, რომ ყველაფერი დასრულდა და მორჩა და დამთავრებულია ამ მდგომარეობაში ყველაფერი, ესე ვთქვათ. რაც შეეხება ამ ადამიანის განწყობას და გრძნობას, ვინც ახლა თქვენ აქ ჩაუთქვით, იცით როგორ არის, თითქოს ის ყველაფერი, რაც მოხდა თქვენს ურთიერთობაში, ამას არის უკვე შეგუებული. ანუ არც ნეგატიურ განწყობას აჩვენებს და არც დადებით განწყობას. აი ესე მოხდა, ესე უნდა მომხდარიყო და დავტოვოთ ეს ყველაფერი ესე. აი ესეთი განწყობა მოდის რა, ანუ აქ ეხა ამ არკანში არ იგულისხმება ის, რომ ადამიანს ან ძალიან დიდი სურვილი აქვს იმის, რომ რაღაცები შეიცვალოს, ან იმის, რომ რაღაცა საოცარი განწყობები და ემოციები მოდიოდეს, ანუ ნაკლებად იკვეთება ეს რეალურად. რაც შეეხება მობრუნების ამბავს, იცით როგორ არის, ამ ადამიანს არ აქვს სურვილი მობრუნების, ესე პირდაპირ რომ ვთქვათ, თითქოს უფრო რაღაცაებსაც მალავს კიდევაც და რომ მობრუნდეს ურთიერთობაში, მოუწევს აი ამ თავისი დაფარული საკითხზე, ესე რომ ვთქვათ, საუბარი დამალულ საკითხის, ესე ვთქვათ, აღიარება თქვენთან და არის მზაობა ამ ეტაპზე. მას ნამდვილად არ აქვს, ესე რომ ვთქვათ, და ნაკლებად მოდის, ესე ვთქვათ, სურვილი იმის, რომ მობრუნდეს, იმის, რომ რაღაცები გამოასწოროს. პოტენციალს ვიტყვი, რომ იცი როგორ არის, კი აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში თითქოს უფრო თქვენთვის არ იქნებოდა კარგი ამ ურთიერთობის აღდგენა, იმიტომ რომ იმ სირთულების გავლა, რაც უნდა გაგელოთ, აი თავიდან მოგიწევთ ამ ყველაფრის გავლა. პოტენციალი და განვითარება კარგი მაშინ არის ურთიერთობაში, თუ რაღაცები ვისწავლეთ, საკითხები დავამუშავეთ და ამის გამოსწორების სურვილი გვაქვს. თქვენ შეიძლება გქონდეთ ამისი სურვილი და რაღაცა ცვლილებაც გინდოდეთ და აი გქონდეთ მზაობა ურთიერთობის, ესე რომ ვთქვათ, გამოსწორების დალაგების, მაგრამ პარტნიორის მხრიდან იგივე მზაობა არ არის, ესე რომ ვთქვათ, ნაკლებად ჩანს, ესე რომ ვთქვათ, რომ თვითონ ეს ადამიანი მზად იყოს აი ამ ყველაფრისთვის, რომ ყველაფერი ისევ თავიდან დაიწყოს, ეს ყველაფერი ისევ დალაგდეს და ძალიან მცირედ პოტენციალს მიჩვენებს რეალურად აღდგენის, ესე რომ ვთქვათ, ურთიერთობის. და რჩევა არის ის, რომ არ აყვეთ ემოციებს, ცივი გონებით, რაღაცა აი საღი აზრით მივდაგით აი ამ ყველაფერს და თუ მაინც და მაინც გადაწყვეტილი გაქვთ, რომ ამ ურთიერთობაში ან აბიჯი გადადგათ, ან რაიმე მოიმოქმედოთ, ჯერ სიტუაცია და მდგომარეობა კარგად დაწონეთ, იმიტომ რომ ემოციებს არ აყვეთ, ემოციური გადაწყვეტილება არ მიიღოთ და უფრო გონების კარნახს გაყევით და არა გულის კარნახს. ეს იყო პირველი ვარიანტი, ვფიქრობ, რომ საინტერესო იყო ნამდვილად ეს
გაშლა. ეხლა ვნახოთ აბა თუ ჩაიფიქრეთ მეორე ვარიანტი. ვნახოთ. განწყობებიც ვნახოთ, რამდენად აქვს ურთიერთობას. მოbrunების სურვილი, პოტენციალი და რჩევა თქვენთვის. კი ბატონო, ესეც საინტერესო არის მეორე ვარიანტის შემთხვევაში. სიგნიფიკატორად სიტუაციის მოდის ის, რომ აი ამ თქვენმა ურთიერთობამ და თქვენმა სიტუაციებმა ძალიან ბევრი რამ გაიარას. თითქოს ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება მოგიწიათ პირადად თქვენ ურთიერთობაში. მთელი ძალისხმევა ჩადეთ ამ ურთიერთობაში, რომ მიგიღოთ დადებითი შედეგები, ესე რომ ვთქვათ, თუმცა ნაკლებად დაგიფასდათ, ესე რომ ვთქვათ, აი იმ შრომის ჩადება, რაც აი ამ ურთიერთობაში ჩადეთ, რაც აი ამ ურთიერთობისთვის, ესე რომ ვთქვათ, მოიმოქმედეთ. რაც შეეხება რეალურად განწყობა ამ ადამიანის, საკმაოდ არეული ფიქრები, ემოციები აქვს ამ ადამიანს. განწყობა არის ისეთი, რომ აი თითქოს ურთიერთობაზე და თქვენზე ფიქრის დროსაც კი გაურბის ყველაფერს, იმდენად ირევა ეს ადამიანი ემოციურად და სიტუაციურად, ესე რომ ვთქვათ, თავის ფიქრებში და ემოციებში, ესე რომ ვთქვათ, ანუ განწყობა არ არის რაღაცა ისეთი მყარი და ხელჩასაჭიდი, რომ რაიმე დადებითი გითხრათ, ეს არკანი არ მიჩვენებს იმას, რომ ადამიანს რამე დადებითი განწყობები აქვს. პირიქით შეიძლება ეს სიტუაცია, რაც თქვენთან გაიარა, ამას კი არ აანალიზებს, ანუ ამაზე ფიქრს იშორებს, ესე რომ ვთქვათ, გაურბის აი ამ ფიქრებს. იცით როგორ არის დაბრუნების სურვილი რეალურად არის, მაგრამ ეს არის აი უბრალოდ რო უცებ წამიერად რომ წამოვლის ადამიანს სურვილი, აი კი მე მინდა რომ იყოს ეს ყველაფერი დაალაგდეს, გამოსწორდეს, მაგრამ ამ ყველაფერს რომ გარკვეულწილად სიმყარე აკლია. ანუ კი მინდა დაბრუნება, მაგრამ რა როგორ უნდა გამოვასწორო, რა როგორ უნდა დავალაგო და რა მიმართულებები უნდა მივიცე ურთიერთობას, აი ამ ადამიანს ეს არ აქვს აქ შემთხვევაში განსაზღვრული. რაც შეეხება პოტენციალი ნაკლებად აქვს ამ შემთხვევაში, ეს არის კოშკი, რაც იმას გვეუბნება, რომ აშკარა რომ გრევა არის გამოხატული, თვითონ არკანზე ჩანს, რომ ეს ყველაფერი უკვე არის დამთავრებული, გადავლილი და პოტენციალიც, ანუ ამ შემთხვევაში ურთიერთობის აღდგენის და დაალაგების არის ნაკლები. რჩევა თქვენთვის არის ის, რომ განაგრძოთ გზა, აღარ მიუბრუნდეთ იმ წარსულს, რა წარსული გქონდათ, ეს ყველაფერი დატოვოთ წარსულში და გადადგათ ნაბიჯები საკუთარი იმის, რომ საკუთარი თავი განავითაროთ, იმის, რომ რაღაცა ახალი დაიწყოთ, ანუ თქვით განვითარებისკენ იყავით ორიენტირებული რეალურად, გაშიდან გამომდინარე და არა ის, რომ მაინც და მაინც ეს ახალი ნაბიჯები გადადგით თქვენი თავისთვის. და ეს ახალი ნაბიჯები მოგცემენ ძალიან დიდ სიმშვიდეს, ჰარმონიას, წინსვლას და ეს ნაბიჯის გადადგმა არ უნდა იყოს მაინც და მაინც მოbrunება ამ ურთიერთობაში, რომ რაღაცა ახალი უნდა დაიწყოთ, რაღაცა ახალი განვითარების სიტუაციებზე უნდა გადახვიდეთ და არა ამ ურთიერთობაში მოbrunებაზე, ანუ ფიქრი თქვენთვის ნამდვილად არ იქნება სასიკეთო, ასე რომ ვთქვათ. ეს იყო მეორე ვარიანტი. ვნახოთ ახლა მესამე ვარიანტი, ვნახოთ ურთიერთობის სიტუაციის სიგნიფიკატორი. კი ბატონო, განწყობები ვნახოთ ასევე. კი ბატონო, ამოვიღოთ ეს არკანები თქვენ შემთხვევაში. ურთიერთობის სიგნიფიკატორი არის ის და თქვენი სიტუაციის სიგნიფიკატორი არის, რომ შეიძლება ორივე მხარე გაურბოდებთ იმ რეალობას, რა რეალობაც გაქვთ მოცემული ურთიერთობაში. ამ ეტაპზე შეიძლება რომ ნამდვილად იყოს პაუზა ურთიერთობაში, ვერ ვხედავ რა იყოს რაღაცა სამუდამო დასასრული ურთიერთობის და ეს გაჩერებული სიტუაცია თქვენთვის ცუდი არ არის, შეიძლება ის იყოს პირიქით იმის საწყისები, რომ რაღაცები გაანალიზეთ ურთიერთობაში, ცოტა სხვაგვარად შეხედეთ მდგომარეობას და სიტუაციას, ესე რომ ვთქვათ, ურთიერთობაში, ასე რომ რამე ცუდის სახით არ მოდის, ანუ ეს შეიძლება იყოს გაჩერებული, შორს დაიჭირეთ, შეიძლება თავი ერთმანეთისგან, რადგან კარგად გადააბაზეთ თქვენი მდგომარეობა. განწყობა ამ ადამიანის არის ძალიან დადებითი, მნიშვნელოვანი ადამიანები ბრძანდებით მის ცხოვრებაში, დადებითი განწყობებიც მოდის, თითქოს სულ თვალყურს გადავნებთ ეს ადამიანი, რომ თქვენზე რაღაც გარკვეული ინფორმაციებიც მიიღოს, რაღაცა თქვენ სიახლოვესაც იტრიალოს მივიღეთ, ავანთ შორიდან გადავნებთ თვალს ის, რომ გაიცვალეთ და განწყობა არის დადებითი, ანუ მონაწერების ემოციები არის ენატრება ამ ადამიანის ის, რაც გაიარეთ, ის, რაც გქონდათ რეალურად, ესე რომ ვთქვათ, ურთიერთობაში. სურვილი ნამდვილად აქვს ამ ადამიანს მოbrunების რეალურად ურთიერთობაში, უბრალოდ ცოტა დრო კიდე სჭირდება მას, რომ
კიდევ კარგად გადააფასოს მდგომარეობა, აი თვითონ პიროვნებად შეიძლება იყოს ნელი, შენელებული პიროვნება, აი რაღაცა ნელი მოქმედებები ახასიათებდეს და ამ შემთხვევაშიც ანუ აჩქარება არ უნდა. ოღონდ ეს აჩქარება არ უნდა არ გაიგოთ ისე რომ სურვილი არ აქვს ურთიერთობის. კი ბატონო, ამ ადამიანს სურვილი აქვს, მობრუნებაც უნდა, მაგრამ ცოტა დრო კიდევ სჭირდება სიტუაციების გადასაფასებლად, რაც ცუდად არ უნდა გაიგოთ. ურთიერთობას განვითარების პოტენციალი არკანიდან გამომდინარე ნამდვილად აქვს და განვითარდება კიდევაც ეს ურთიერთობა. რა სიტუაცია და მდგომარეობაც არ უნდა გქონდეთ ეს ადამიანი მოვა თქვენამდე, მობრუნდება ესე რა ვთქვათ და განვითარებებიც გექნებათ ნამდვილად. და ზოგადად რჩევა არის ის, რომ თქვენს როდესაც ეს ადამიანი უკვე გადმოდგავს ნაბიჯებს და ახალი წრები იქნება ურთიერთობაში, თქვენ შესაბამისი მოქმედებები განახორციელოთ, თქვენს გააქტიურდეთ და ანუ გადადგათ მასთან ნაბიჯები. ანუ ის ამონოთ იმ ახალი პერიოდებით, რაც აი ამ თქვენი ურთიერთობის ჩავარდნას მოყვება. ასე რომ მესამე ვარიანტში ნამდვილად თვალსახარის, რომ ამ ურთიერთობას ექნება განვითარების სიტუაცია. და ბოლო მეოთხე ვარიანტი ვნახოთ, განწყობები ვნახოთ ამ ადამიანის, მობრუნების სურვილი რამდენად აქვს, პოტენციალიც ვნახოთ და ასევე რჩევა თქვენთვის. ძალიან კარგი. სიტუაციის სიგნიფიკატორად აჩვენებს ის, რომ თითქოს რაღაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ ურთიერთობაში, ან აქამდე გქონდათ და გედგათ სიტუაცია, რომ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, რაღაც არჩევანის წინაშე გახართ ურთიერთობაში და არკანებიდან გამომდინარე ჩანს, რომ სწორ ესე რა ვთქვათ, გადაწყვეტილებას მიიღებთ ურთიერთობაში და სწორი მიდგომები გექნებათ, ესე რა ვთქვათ. განწყობა ამ ადამიანის არის ძალიან დადებითი თქვენს მიმართ, თუმცა იმდენად პრინციპული არის ეს ადამიანი და იმდენად ესე რა ვთქვათ, თავისებური ხასიათები აქვს, რთული ხასიათები ცოტათი რა შეიძლება უჭირდეს მას თავისი აი ამ ემოციების გამომჟღავნებაც. ანუ თითქოს აი არ იმჩნევს იმ თავის დადებითი განწყობებს თქვენთან მიმართებით, თუმცა ზოგადად ნამდვილად არის ესე რა ვთქვათ, დადებითი განწყობების სურვილი ამ ადამიანს აქვს ნამდვილად მობრუნების, უბრალოდ რაღაცა გზას გაყურებს, არ გამორიცხავ რაღაცას ელოდება კიდევაც სიტუაციის ცვლილებას, თავისი მდგომარეობების ცვლილებას, რომ უფრო დაალაგებული დადებითი სიტუაციები ქონდეს თან ახლა სიტუაციის სიგნიფიკატორიდან გამომდინარე თავისუფლად შეიძლება ვთქვათ, რომ რაღაცის მოლოდინი აქვს, რაღაცა გზაზე დგას, რაღაცას ელოდება, რომ შეცვალოს და ნუ მერე მობრუნდეს თქვენამდე და რაღაცა უფრო დაალაგებულად მოვიდეს თქვენ ურთიერთობაში, ესე ვთქვათ, ასე რომ სურვილი ნამდვილად აქვს ამ ეტაპზე ამ ადამიანს მობრუნების, რაც შეეხება პოტენციალს. კი ბატონო, ნამდვილად არის პოტენციალი განვითარების დადებითი. ეს ურთიერთობა ფაქტურად ცალსახად გეტყვით, რომ აღდგება და დაალაგდება და ყველაფერი ძალიან კარგად გექნებათ. და რჩევა არის ის, რომ აი ამ სიტუაციაში და მდგომარეობაში ცოტათი მეტი მოთმინება გამოიჩინოთ, რაღაცა არ აჩქარდეთ, მიყვეთ იმ დინებას და იმ სიტუაციას, რაც გაქვთ ურთიერთობაში და არ არის აქაუცებელი თქვენი მხრიდან აჩქარება, მოვლენების დაჩქარება, ესე რა ვთქვათ. შვიდად წყნარად მიყევით იმ სიტუაციას და მდგომარეობას, რაც არის. ანუ უფრო დაელოდეთ სიტუაციები, რა როგორ წავა და განვითარდება. ასე რომ ამ შემთხვევაშიც ნამდვილად აღდგენა უწევია თქვენს ურთიერთობას. სულ ეს იყო ჩამოკარგებო. დამიწერეთ კომენტარების სახით, რამდენად მოგეწონათ გაშლა, ან რა საკითხებზე ისურვებდით ასევე გაშლას, გისურვებთ წარმატებებს და ბედნიერებას.